რავაშლია ბიჭო, ცარიელი ვიტამინები, წყალი და სიჯანსაღე. ეხლა შევჭამ სანამ დროა. გახდა 6 საათი, ეხლა ეს რო ჭამ ხო პირდაპირ ღიფში წავა. მომიშალა ნერვები. საათელოა ხო? მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის 90% ამიჩი ცხოვრობს. მე 6-ის მერე არ ვჭამ. ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რასაც ექსპერტები თავში გიტენიან. მაგრამ თუ ეს სისულელეა, მაშინ რატო ბობოქრობს ეს ღიბი? ამ ვიდეოში მოგიყვები მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი, საერთოდ რა ხდება ღამეყოფისას, რატომ არის ეს ყველაფერი სისულელე და როგორ და მართო შენი ღამეყოფა და რას უნდა მიაქციო ყურადღება. დინოზავრების ხანაში ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ ნამდვილად აჩვენა, რომ ღამე მჭამელები უფრო მსუქნები იყვნენ. მე ამ ყველაფერს ვიღაც დააკვირდა და დაასკვნა, აჰა, ესე იგი ღამე ჭამა ასუქებს. და ვინც ეს დასკვნა გამოიტანა, იყო ძალიან სული დეტექტივი, რადგან მათ იპოვეს დანაშაულის დრო და ადგილი, მაგრამ ვერ იპოვეს მთავარი დამნაშავე. და მოდით ვთქვათ გულწრფელები, ღამის 12 საათზე, როცა მათ სივარსაღებ რას ეძებ. შეეძებ დოფამინს, სიამოვნების წყაროს, შუს, ეკლერს, ყველს და პურს. და ღამე მჭამელობა პრობლემა ხდება მაშინ, როცა დილით არაფერი გიჭამია. დაკავებული ხარ როგორც ყველა სხვა ხარ სამსახურში, უნივერსიტეტში, ხემსებზეც სულ გადაატარო დღე, ყველაფერს მიირთმევ, რაც თან გაქვს, მეგობარს გამოართმევ, რამეს იყიდი სწრაფად. სამსახურიდან სახლში მისული კი მგელივით ეძგერები ყველაფერს ხელში მოგხვდება, მათ შორის მაცივარსაც. ძველმა კვლევებმა უბრალოდ ვერ გაარჩია ერთმანეთისგან დრო და უკონტროლო კვება. კარგი, მაშინ რა ხდება თუ მოსაღამოვდა და არა პიცას ილჩევ, არამედ იმ გააზრებულ არჩევანს გააკეთებ და ჭამ იმას, რასაც დილით შეჭამდე. ბებია მას ემითხრა გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ რა ხდება რეალურ კვლევებში. 2022 წელს გამოქვეყნდა იდეალური კვლევა, რომელიც მე ბევრჯერ გამეორდა. აიღეს 4 კვირის განმავლობაში ჭარბწონიანი ადამიანები და დაყვეს 2 ჯგუფად. დილის მჭამელები, რომლებიც მიირთმევდნენ აბსოლუტური კალორიების უმრავლესობას დილით და ღამის მჭამელები, რომლებიც მიირთმევდნენ საკუთარი კალორიების ნახევარზე მეც ვახშმად, კი, 6 საათის მერე. 4 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე ჯგუფი მიირთმევდა ერთი და იგივე რაოდენობის ჯამურ კალორიებს, ანუ დღის განმავლობაში ერთნაირად მიირთმევდნენ. რა ვნახეთ? 4 კვირის შემდგომ დილის ჯგუფმა დაიკლო 3,33 კილოგრამი, მაშინ როცა საღამოს მჭამელებმა დაიკლა 3,38 კილოგრამი. ანუ განსხვავება ნულია. 50 გრამიანი განსხვავება სტატისტიკურად არაფერს მეუნება და რა გამოვიდა? თურმე ჩემი მეტაბოლიზმი მუშაობს 24 საათი, კვირაში 7 დღე. კარგი და თუ საათს საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ რატომ არის ესე ჯოჯოხეთურად რთული ღამე დიეტის დაცვა? აი აქ შემოდის საქმეში შენი ტვინი. ანუ ფაქტობრივად შენ შეგიძლია ღამის 12 საათზე ორმაგი ჩიზბურგერი მიირთვა და არ გასუქდე თუ მთელი დღის განმავლობაში კალორიულ დეფიციტში დარჩი. თუმცა აქ შემოდის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ერთი ქცევითი და ორი ფიზიოლოგიური, რომელიც უნდა გაითვალისწინო. პირველი ნაწილი არის ქცევითი ადაპტაცია. შენ თუ დღის პირველ ნახევარში მიირთვი ისეთი პროდუქტი, რომელიც ამოვარდნილი იყო შენი კვების რაციონიდან, მაგალითად ორმაგი ჩიზბურგერი, რომელიც გათვალისწინებული არ ქონდა, წარმოვიდგინე მთელი დღე გაქვს იმისთვის, რომ ეს დააბალანსო. ცოტათი მეტი იმოძრაო, ცოტათი ნაკლები მიირთვა ვახშამზე, ან ხემსი, ნაყინის ნაცვლად ბერძნული იოგურთი მიირთვა. ანუ დააბალანსო შენი არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც დღის პირველ ნახევარში მიიღე, რომელიც საღამოს 12 საათზე არ მოგეცემა. ცოტა ხანში იძინებ, შენი მიღებული კალორიული ნორმა დარჩება იგივე წერტილად. მეორე წერტილი არის ჰორმონალური ჯანმრთელობა, ჰორმონალური განსხვავება. როგორც ნახეთ, ღამით ჩვენი 24 საათიანი ცირკადული რიტმიდან გამომდინარე, ჩემი მადის მარეგულირებელი ჰორმონებით იცვლება. ლეპტინი, მადის დამაქვეითებელი ჰორმონი მცირდება და გრელინი, მადის მასტიმულირებელი ჰორმონი იმატებს. წარმოიდგინე, გრელინი არის გაზის პედალი შენი მადისთვის, ხოლო ლეპტინი არის მუხრუჭი. საღამო ხანს გაზის პედალი უფრო სენსიტიურია და მუხრუჭი უფრო ცუდად მუშაობს. შესაბამისად, შენი ნაყროვანება და ალბათობა რომ გადაამეტო კვებას, ანუ ნებისყოფ არ გიყოს, უფრო მაღალია ღამის პერიოდში და მესამე კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილი. საღამოს ხდება ისეთი ფიზიოლოგიური მდრა, რაც დილით არ ხდება. ეს არის შენი ძილი. შესაბამისად, თუ დაძინებამდე 2-3 საათი დაადრე, დიდი ულუფა საკვები, ან არასწორი კონსისტენციის და შემადგენლობის გადანაწილების საკვები მიირთვი, ეს აუცილებლად აისახება შენი ძილის ხარისხზე, რაც გამოიწვევს მეორე დღეს შენი მადის მარეგულირებელი ჰორმონების არევას, შენი ინსულინის მგრძნობელობის დაქვეითებას და მეორე ნეგატიურ ციკლში ჩაერთვები წინა ღამის არასწორი გადაწყვეტილების გამო. შესაბამისად, ღამე ჭამა არასუქებს საათის გამო. თუმცა სწორედ იმიტომ, რომ შენი ნებისყოფა და ამასობაში ფიზიოლოგია ძილთან ახლოს იცვლება, გაითვალისწინე შემდგომი სამი რჩევა, რომელიც საშუალებას მოგცემს მიირთვა მზის შესვლის შემდგომ და ამასობაში სასურველ მიზნებთანაც ახლოს მიხვიდე. წესი ნომერი 1 აკონტროლებ დღის განმავლობაში კალორიები და წესი ნომერი 2 თუ აკონტროლებ კალორიებს მიირთვი როცა გინდა, მაგრამ აიღებ ბოლო წერტილად შენი ძილი.
როგორც წესი, როცა იძინებ, ამ დროს გამოვაკელი 2-3 საათი და ბოლო კვების საპროექციო ზონად ეს მოინიშნე. რაც უფრო მარტივი ხემსია, რძის პროდუქტით ხილეულ თესლეული შეგიძლია უფრო ახლოს მიიტანოთ ძილის პერიოდთან 2 საათით ადრე, რაც უფრო დიდი ხემსია და ტახნახევარის ჭამა გიწევს ვახშამზე, ცოტა დააშორე 4 საათით ადრე მიირთვი კვება, იმისთვის რომ შენი ძილის ფაქტორები დაცული იყოს და შენი მადაც და ჰორმონალური ბალანსიც არ დაირღვოს მეორე დღეს. და მესამე წესი. თუ ღამე შენ ტორმუზი მუხრუჭი ღალატობს, გაითვალისწინე და შენი კალორიების უმეტესობა მიიღე დილით, რომ საღამოს ტყუილად თავი შარში არ ჩაიგდო. ანუ ეს არის ყველაფერს დაგეხმარება შეზღუდვები აერდო თავიდან და 6-ის მერი ავრჭამა არის ისეთი სტრესი და შეზღუდვა, რომელიც გაუმართლებელია ფიზიოლოგიურად კვლევებით და ბ გაუმართლებელია ემოციურად. ესეთი არასაჭირო შეზღუდვები რო გესმის ყურში თუ სელურ მედიიდან, ერთმანეთს ემატება და მიდიხარ წერტილში უიმედობის სადაც იზახი რომ ჯანსაღი კვება რა რთულია. არა და პირველი წერტილი, რასაც ჩემი სტუდენტები აკადემიაში აღნიშნავენ, არის რა მარტივია ჯანსაღი კვება. მოკლედ, არასაჭირო შეზღუდვები კრახისთვის არის განწირული, მართე შენი კვება მტკიცებულობის დაფუძნებული პრაქტიკებით, რომელსაც ჩვენ აკადემიაში ნუტრიციოლოგის საფუძველზე ვასწავლით. მომდევნო ვიდეოში შევხვდებით.